მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ქალბატონი ნონა ახალაშვილი. მოგესალმებით, ნონა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენია ყოფნა, თქვენი ღვაწლი, თქვენი შრომა ფასდაუდებელია ამ სივრცეში. საუნივერსიტეტო სივრცეში, სასულიერო აკადემიაშიც თქვენ ბევრ განასწავლით და ძალიან ბევრი წიგნის ავტორიც ხართ და აქედან გამომდინარე, სწორედ სტუდენტის თვალით დანახული ფსიქოლოგია მაინტერესებს მე დღეს, იმიტომ რომ ერთია ჩვენ რასაც ხედავთ, ჩვენ რაც გონია და მეორეა რა ვაწვდით და როგორ იფილტრება მათგან ეს და რატომ გახდა საჭირო თქვა თქვენთვის როგორც ლექტორისთვის რომ აი მთელი რიგი წიგნები დაგეწერათ ანუ რეკონსტრუქცია გექნათ იმ პროგრამისთვის გარკვეული ტიპის რა იყო ამისი ძირითადი მიზეზი აი პირველ რიგში სხვადასხვა მინდა თვითონ ფსიქოლოგიის შესახებ ზოგადი ფსიქოლოგიის იგივე სხვადასხვა პიროვნული თეორიების. ხო, ეხლა ზოგად ფსიქოლოგიას უფრო ამოვარდა, აღარ იყენებენ. ანუ შესავალი, ვთქვა, ფსიქოლოგიის საფუძვლები. პიროვნების თეორიებისაც განიხილება. პიროვნების, აი, იცით, ქალბატონო მარინა, და ეხლა ახალს ვაკეთებ, გაჩვენებთ მე. პიროვნების ფსიქოლოგიაში, ცოტა სხვანაირად არის. მე ასე მესმის, პიროვნების თეორიები კიდევ სხვა არის. ასწავლიან ეხლა უფრო მეტად პიროვნების თეორიებს, პიროვნების ფსიქოლოგია. აი წეხან მე თქვენ გადაცემას უსმენდი პიროვნება და დასვენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აი პიროვნება და დასვენება ვთქვათ პიროვნების ფსიქიკური განვითარების ორგანიზაცია და აი რასაც სანამ პიროვნებამდე რაღაც ჩემ თავს მივეცი უფლება გავკადნიერდი და მინდა რომ პიროვნების ფსიქოლოგიაშიც გავაკეთო ერთი სახელმძღვანელო ჯერ არა ეხა სოციალური იქნება 2026 წელს უბრალოდ ის აღარ დამჩა იქ ვეღარ მოვიტანე თქვენთან სტუდიაში ადრე გამოიცა უფრო ახლა რატომ დაგჭირდა იცით ეს ჩვენ რო ვაბარებდით ხმე რო ჩავაბარე უნივერსიტეტში 30-ნი ვიყავით თელ საქართველოში ეხლა ზუსტად ვიცი 1700-მა სტუდენტმა აირჩია და ჩააბარა ну რა თქმა უნდა მრავალ უნივერსიტეტშია მეც მაქვს ესეთი უნივერსიტეტია ახალი უმაღლესი სასწავლებელი ჩემი პროგრამა მაქვს მეც კიდევ გაკეთებული საბაკალავრო დიახ და ძალიან ესეთი მოდურიც გახდა ცოტა შეიძლება არაცუდი სიტყვა არის მაგრამ არა რატომ მოდურიც გახდა საჭიროც გახდა იმიტომ რომ ადამიანს ქართველმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს ნახევარმა მაინც ხო გაიგო რა არის ფსიქოლოგია. ურევდნენ როგორც ფსიქიატრიას და ხო მე მახსოვს რომ საჩააბარე რომ მეკითხებოდნენ ფსიქოლოგიურზე ერთხელ ვთქვი და გაიგეს ფილოლოგიური უიმე ისეთი ის მქონდა რომ ფილოლოგიურზე ჩავაბარე მე ვთქვი არა ფსიქოლოგიურზე ჩავაბარე რა ფილოლოგიურზე ну ცოტა სხვანაირად შემომხედეს რომ ვერ მიხვდნენ ეს რამდენი წლის წინ ეხლა სხვა სიტუაცია ამიტომ სახელმძღვანელოებიც საჭირო მე არ ვედრები ბატონ რევაზ ნათაძე ჩემი მასწავლებელი იყო ბოლოს მისი წიგნით სწავლობდით ანუ მაინც საჭიროება იყო ქართულად საჭიროა სახელმძღვანელო კონდეს თან მე პირველ კურსელებს ვასწავლე ქალბატონო მარინა ეს ძალიან მძიმე აი ვინც არის ჩვენ ერთად მუშაობთ ბატონი დიმიტრი და მათთან ერთი გუნდი ვართ ასე ვთქვათ ქალბატონი თეა ხშირად ამბობენ რომ ნონაზე მოდის მეტი დარტყმა ანუ მოდის პირველ კურსელი რომელმაც არის სკოლის მოსწავლე არ იცის რა არის ფსიქოლოგია ხა მე რომ ჩავაბარე ფსიქოლოგიურზე 12 ანუ მე 6
6 კლასიდან პიონერთა სასახლეში, მაშინ ესე ერქვა პიონერთა სასახლე, ქალბატონ იზო ბუხულეიშვილთან ეხლაც კი ჩვენივრად არის და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორია, ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. გავიგე რაღაც ასე თუ ისე, სანამ ჩავაბარებდი და გადავწყვიტე, მიზანმიმართულად წავედი. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ბევრი ისე მოდის, რომ ვერ ხვდება სად არის. და მე სტუდენტს ძალიან მშვიდად ვეუბნები, რომ თუ ვერ გაიგე ერთი სემესტრი, გადადი მერე სადაც ჩვენი სასწავლო სისტემა, საგანმანათლებლო სისტემა გვაძლევს მობილობის საშუალებას და ვეუბნები, რომ სადმე შეცვალე, თუ ეს არ გაინტერესებს, იმიტომ რომ მაინც სხვა ლიტერატურას ვასწავლით, აი ეს მაგალითად ფსიქოლოგიის შესავალი, ამიტომ ეს ამით დავიწყე, პირველად გავაკეთე ფსიქოლოგიის საფუძვლები, ნუ რა ზოგადი ფსიქოლოგია შეიცვალა, რომ აღარ ქვია ზოგადი ფსიქოლოგია, დავარქვით ხან შესავალი, ხან საფუძვლები, უცხოურ ლიტერატურის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ამიტომ თუ კითხულობ და ვერ იგებ, ანუ აი ინტერესი უნდა გაჩნდეს, რომ ეს დღემდე მაქვს ამ ხელა 50 წელია ფსიქოლოგიას სწავლობ და დღემდე აღფრთოვანებით კითხულობ ახალ რაღაცას, მინდა ახალი წიგნი გავაკეთო, ახალი სტუდენტებს, მაგრამ ჯერ ერთი ძალიან ფაქიზად ვუდგები, ყველა მიცის ამ საკითხს, რომ ცოტა იბეჭდება, დავტესტოთ, აი ესეც ახალი, აი ეს ორგანიზაციის და მართვის ფსიქოლოგიის ასპექტებიც, ცოტა დაიბეჭდა, ჯერ ნახოთ, წაიკითხოს მკითხველმა, დაინტერესებულმა სტუდენტმა, ეს კურსი მაქვს ასეთი ორგანიზაციის და მართვის ფსიქოლოგია და საერთოდ ვთვლი, რომ საკუთარი უნდა კონდეს ლექტორს, ვისაც აი მაინდა-მაინც საჭირო აღარ არის ხო ის კონსპექტი, PDF-ს ვაგზავნის, სანამ დაიბეჭდება, მანამდე ვტესტავთ ჩვენ ამას, მოხსწონს თუ არა სტუდენტს ახლა. რამდენად ისმის, ძალიან ხშირად ვეუბნები, გახაზეთ იმ PDF-ს რო გადმოგიგზავნით, თქვენ გახაზეთ, თქვათ რა წინადადება ვერ გაიგე, იქნებ არასდროს თან ყავს რედაქტორები, ფილოლოგი, ფსიქოლოგები, აი მაგალითად ორგანიზაციის და მართვის ფსიქოლოგიის ასპექტებში მთავარი არის ეკონომისტია, ქალბატონი ასმათ ჩამუგია, არაჩვეულებრივი, რომ აი თავიდან ბოლომდე როგორ ყურადღებით წაიკითხა ესეთი რედაქტორიც ხო ალბათ დასაფასებელია და საპოვნელია სანთლით, რომ მართლა ნომინალურად რო არის, კარგად რო აკეთებს ყველაფერს და რაც შეეხება აი ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები, ასე დავარქვი ნარკვევები, მივხვდით, რომ ჩვენ ვისაუბრეთ კათედრაზე და გადავწყვიტეთ, რომ არსებობს ბატონი ირაკლი იმედაძის უნიკალური წიგნი, რომელიც მე ვთვლი, რომ პირველ კურსელისთვის ცოტა რთულია, აი ამდენი მიმართულებები, ამდენი არ ვიცი ახლა სხვა როგორ თვლის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მე ამ ის სახელმძღვანელო შემაქვს საპრეზენტაციოდ დამოუკიდებელი, ხო, ნუ საერთოდ ის 100 ქულა, ანუ კრედიტი ვთქვათ, შედგება სემინარი, შუალედური დასკვნითი და ერთ-ერთი კომპონენტი არის დამოუკიდებელი სამუშაო, ანუ პრეზენტაცია. პრეზენტაციას აუცილებლად ბატონი ირაკლის სახელმძღვანელოდან ვაკეთებინებ, რომ აი ერთი მიმართულება მომიყევი, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ცალკეული ტიპი შემეყვანა ავტორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის განვითარებაში, აი იმ დონემდე მოყვანაში, რასაც ჩვენ ნონა, ჩემთვის აი ძალიან საინტერესოდ საუბრობ და არც მინდა შემოვიჯრა, მაგრამ აი მოდით რას გულისხმობს ფსიქოლოგიის შესავალი, აი მაყურებლისთვის რო გასაგები. კი ბატონო, რაზე აქვს საუბარი და ცოტა განვიხილოთ, ჩემი აზრით ეს
სამაგიდო წიგნებიც არის ნამდვილად. სხვათა შორის მოსწონთ, მიხარია რომ მოსწონთ, იმიტომ რომ აი ეს ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები და შესავალი, სტუდენტი მეუბნება რომ ძალიან მომწონს. მარტივად კითხულობთ, 20 წელია ვაკეთებ და პირველი გალბატონო მარინა მე თვითონ მიკვირს ახლა ერთი ცალი შემორჩა პირველი რომ გავაკეთეთ სახელმწიფო. მე რო წავიკითხე, ვერაფერი ვერ გავიგე მე თვითონ. ეს იყო ჩემთვის გაკვეთილი. ისეთი რთული ენით, რაღაც საიდანაც თარგმნე, რაღაც დავწერე, მივხვდი რომ ასე არ შეიძლება. მარტივად უნდა დაწერო, გასაგებად რომ არაფსიქოლოგმა გაიგოს, ხო? აი აქ სხვათა შორის ამის რედაქტორიც გალბატონი ლელა ტყეშელაშვილი ძალიან მიხარია რომ დამთანხმდებიან და ეხაც ვეუბნები რომ პიროვნებასაც გამოგიგზავნით თქო აუცილებლად. ნახეთ, აი ზოგ ფსიქოლოგიის შესავალში მე გამოვდივარ მაინც სილაბუსიდან. თუმცა შეიძლება ითქვას რომ სილაბუსს აქედან ვადგენ. აი ვთქვათ არსი და მიმართულებები ფსიქიკა შევიტანე აქ ჩვენ რო საუბრობდით რომ აუცილებლად პირველ კურსელმა პირველ სემესტრში რომ მოდის ბიოლოგია და ფიზიოლოგია, უმაღლესი ნერვული მოქმედების ბიოლოგია და ფიზიოლოგია უნდა იცოდეს. და შევიტანე ერთი 10 თუ 15 გვერდია ძალიან ფრთხილად და ბავშვ სტუდენტებს უთხარი პირველ კურსელებს თუ გიჭირთ, ისწავლეთ ის რასაც იგებთ. ვთქვათ იქ ენდოგენური, ეგზოგენური, თან ხო ფსიქოლოგია როგორც ვიცით ტერმინოლოგია. სულ თხოვ რომ კი ბატონო ტელეფონში, ეს სისტემა, სატელეფონო სისტემა გვაქვს ჩვენ სასწავლო. ერთი რვეული აიღეთ, 12 ფურცლიანია და ჩამოწერეთ ის უცხო სიტყვები, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია ტერმინი, ხა ფსიქოლოგობა რას ნიშნავს? მე მგონი მეთანხმებით ტერმინოლოგიის ათვისებასაც და საერთოდ პროფესია მარტო ფსიქოლოგიაში არა, ნებისმიერ და სამსახურში, ხო, პროფესიულ, თქვათ, მარკეტინგი ავიღოთ, ეკონომიკა, დიზაინი, პროფესიული ენა. ანუ პროფესიულ ენაზე უნდა ილაპარაკო და თან როგორი კონკურენცია, კიდევ გავიმეორებ, მე რო ვსწავლობდი 30-მა დავამთავრე, ვერც დავამთავრეთ 20 ვიღაცამ მიანება თავი, 25-მა, სხვათა შორის ახლა ძალიან ესეთი ღვაწმოსილები არიან ჩემი ჯგუფი, ძალიან კარგი კურსელები მყავდნენ და ამიტომ თუ ტერმინი არ აითვისე რა ვიცი და მე ისე ვერ შედგები პროფესიონალურად. ვიღაც მისმენს, ვიღაც არ მისმენს. კარგები წყვავს ახლა მარტო მე მიყვარს ძალიან ჩემი სტუდენტები და ვატყობ რომ აი ეგ მიხარია. სადაც ვიპოვეთ ეს არის ალბათ არაჩვეულებრივი იყო თითოეულ ადამიანს ვუსურვებ აი რომ გინდა საფრთხეში თუ რა რომ იპოვე ის რაც რისი კეთებად შენ გინდა რიციც გინდა თქვათ მომწონს სტუდენტებთან ურთიერთობა რაღაცა კონფერენციების კეთება ოღონდ უკვე სტუდენტი ეხლა სულ ხშირად ვკამათობ ხოლმე მე კი აღარ უნდა გამოვიდე კონფერენციას კი ბატონო მეც რაღაც უნდა გავაკეთო ჩვენ ეს გვევალება კიდეც არამედ სტუდენტი უნდა გამოვიდეს თქვათ მესამე კურსელი მეოთხე კურსელი ის შემოდის პროფესიაში და ის უნდა დახელოვნდეს უნდა მოეწონოს მან საპასუხოდ უნდა დადებითი მიიღოს და აი мотивация რომელიც თავარია ნუ რა ვიცი ფსიქოლოგიაში ისე ყოველთვის შეუსწავლელი იყო დაუსრულებელი мотивация და ეხლაც მე მგონი სიტყვა აი მაგალითად შესავალში ისწავლება мотивация ნუ რა აღქმა აი ფსიქიკურ პროცესებს მე სრულიად ძირფესვიანად ვერ ვასწავლე იმიტომ რომ არ ვასწავლი იმიტომ რომ ამას მოყვება კოგნიტური ფსიქოლოგია და არ უნდა მოხდეს გადაფარვა და მე ვუტოვებ სხვა ლექტორს რომელიც კოგნიტურ ფსიქოლოგიას ასწავლის რომელიც უკვე ძირფესიანად მაგრამ ჩვენ შესავალში ვიხილავთ აი ფსიქიკას ფსიქიკის ბაზას ვაძლევთ
ვაძლევთ, საფუძველს ვაძლევთ, იქ წარმოსახვა, აზროვნება, მეტყველება, ინტელექტი, ემოციები, სტრესის მართვა, მოტივაცია, ნებისყოფა, მოზარდი, პიროვნება და ინდივიდუალობა, ტემპერამენტი და ხასიათი, ამის გარეშე ხა ტემპერამენტი და არის მთავარი, რაც ბავშვებსაც მოსწონთ, პრაქტიკული სავარჯიშოები, პატარა ტესტებია, ბევრი აპრობირებულია, იმიტომ რომ რამდენი მაგისტრანტი და ბაკალავრი მყავს, ჩვენ აუცილებლად კვლევით პროექტს ვაკეთებთ, შეუძლებელია ფსიქოლოგიაში, გინდაც მაგისტრანტი უფრო დიდს და ჯერ სამაგისტრო ნაშრომი 100 გვერდზე ნაკლები არ უნდა იყოს და დიდი კვლევაც უნდა იყოს 250 წლის პირზე აი პრეზენტაციებს რომ მაღალ კურსელებს ვაკეთებინებ, მას ვეუბნები რომ მაღალ კურსელს რომ 50 წლის პირი უნდა მოძებნო სადმე და კვლევით ნაშრომზე 100-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამით პიროვნული ურთიერთობებიც ალბათ იგეგმება მისი, აი როგორ წავა იმ ტესტის მე არ მომწონს ონლაინ ჩატარებული Google-ში ეხლა პანდემიის პერიოდში კი ბატონო, მაგრამ ეხლა როცა შეგვიძლია მისვლა, ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ იმდენ ადგილას ვასწავლებ, მეც წამოდი, ცოტა ხანი შემოდი სტუდენტებთან, ცოტა დაგითმობ დროს, ჩაატარე. რა ვიცი, ასე იქნება საბოლოოდ ალბათ პროფესიონალი, ვინც ამყვება. თუ არა და რა ვიცი. ეს მისი პრობლემა, თავისუფალი არჩევანი. ესეთი იშვიათი, ესეთი შეყვარებული თავის დარგში ადამიანის და დიდი მადლობა ამისთვის ნონა და აი ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები თქვენ რო გამოეცით გეთანხმებით რომ ნამდვილად არის ამაში არაერთი ნაშრომი სხვადასხვა ენაზე რა თქმა უნდა და ქართულშიც გვაქვს ჩვენ მაგრამ მართლაც შეიძლება იყოს ძალიან დატვირთული, ძალიან სტუდენტისთვის გაუფილტრავი ჯერჯერობით და განსაკუთრებით პირველ-მეორე კურსელისთვის, აი თქვენ ბრძანეთ მაგისტრებთანაც კი მე ფსიქოსომატიკას ვასწავლი და აღმოვაჩენ ხოლმე რომ აი თქვათ გულსის ძარღვოვანი სისტემა როგორ მუშაობს არ იცის და ფსიქოსომატიკაში ხა თუ თქვათ ის ემოციები რომელიც იწვევს გარკვეული ტიპის ცვლილებებს როგორ მუშაობს ეს ორგანო ელემენტარულად აქ არ არის და როგორ აინტერესებს როგორი მოდურია ფსიქოსომატიკა და რომ ამიტომ ციტოლოგია ჰისტოლოგიაზე არ არის აი აქ ვილჰელმ რაიხი ხო ფსიქოსომატიკა აი მის ბიოგრაფია და რა გაუკეთებია. ცალკე მაქვს შეტანილი. აი ცალკე ხო, ვილჰელმ რაიხი, ჟან პიაჟე, ვიღაცები, ვინც ცოტათი მივიწყებულები რომ არიან, მაგალითად, აი მაგალითად ჰენრი მიურეი, აი ცოტათი იცით კიდევ დასახვეწია თქო, რატო ვამბობ, არა ვართ შეთანხმებულები ერთმანეთთან ავტორები გვარსახელებს ეს მიურეი თუ მარეი ხო, აი ეს რა აღმოჩნდა რომ კი ბატონო, აი ერიხ ფრომი თუ ერიხ ფრომი ერიხ ფრომიო ხო და ემა აი ამის ეს ნიუანსები მადარდებს, იმიტომ რომ ეს უნდა შეიცვალოს, უნდა გასწორდეს თუ რამეა. სახელდება მნიშვნელოვანია ეს თქვა ცალ-ცალკე ხა კარლ როჯერსი მაგალითად ხშირად სიამაყით ვამბობ, რომ აქ რო იყო ჩვენთან ჩამოსული ბატონ შოთასთან ჯერ 3 ფსიქოლოგი ქართველი მყავს შეტანილი ბოლოში, მაგრამ სტუდენტებს ვეუბნები, რომ ბოლოში არ ნიშნავს, რომ მე ისინი დავაკნინებ, მითი ვიწყებ, რატომ ბოლოში, იმიტომ რომ ქრონოლოგიურად მოყვებიან და ანუ ისინი უფრო ახალგაზრდები არიან, დიმიტრი უზნაძე, შოთა ნადირაშვილი და რევაზ ნათაძე, ანუ ეს 3 და ჩვენ მე ვიწყებ ქართული ფსიქოლოგიის ისტორიას. ანუ იცით რა გადავწყვიტე, რომ რასაც ვასწავლი
სწავლი მქონდეს სახელმწიფო. აი ეს ეს არის ჩემი мотивация და ჯერჯერობით რაღაცეები შემისრულდა. რაც ფსიქოლოგიის ისტორიას ვასწავლი, შესავალს მაინც პირველ კურსელთან ხვდები და მივხვდი, რომ სახელმწიფო ჭირდება, იმიტომ რომ წიგნი უნდა წაიკითხოს მან და ფსიქოლოგიის ისტორიაში ცალ-ცალკე, მაგალითად ჯულიან როტერი გაიგოს, სალივანი გაიგოს, აი ცალ-ცალკე ისე იმდენია, რომ მთლიანად ვერ მოვიცავთ ხოლმე, რამდენს მისცემ, თქვა 5-6 ავტორი. მე მინდა რომ დაბალანსდეს. ვიღაცა არის ძალიან კარგი სტუდენტი, ისინი სახელი და გვარებით მახსოვს. ვიღაცა არის, რომ თქვა გამოივლის, კვირაში ერთხელ, თქვა 2 კვირაში ერთხელ და მეუბნება, რომ აი რაღაც მიჭირს, რაღაც ვერ გავიგე. მეუბნები, ოღონდ მოდი, როცა გინდა, იმიტომ რომ მთელი დღე მაინც ჩემი საათების დროს სულ იქ ვზივარ და ნებისმიერი მათ იციან, რომ როცა უნდა მაშინ მომაკითხონ და ამირეკონ სახლში, ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ, რა ვიცი. მე რაც შემიძლია ვაკეთებ და ალბათ თითოეულმა ამ პიროვნებამ თავისი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი წვლილი ამ იგივე მიმართულებებს, რასაც ეძახიან, იგივე პიროვნების ხედვა, იგივე ქცევის ახსნა, აი როგორ ხსნით ქცევას, რა არის მამოძრავებელი ამ ქცევის. აი როგორც ფსიქოსომატიკა ვიხლემ რაიხე ხო ციხეში მოკვდა ფედერალურ ციხეში ბოლოს რაღაცა ისეთი რაღაცები დაემართა, მაგრამ ალექსანდრე წარუშლელია და ფსიქოსომატიკის მამა. და ბევრი ვიღაც, ახლა დასწავლა მე ბანდურას აქაც უხსნი და დასწავლა აქაც საფუძვლები. ძალიან მომწონს ხოლმე რომ დავამთხვევთ თქვათ პირველ სემესტრში გადიან ფსიქოლოგიის შესავალს და ისტორიას. სხვათაშორის ადრე იყო სოციალური ფსიქოლოგიაც შექონდა და ცოტა გაუჭირდათ, იცით, აი დაძლია თქვათ ნახევარმა. და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სულ ჩემზე იყო ლაპარაკი უნივერსიტეტში, რომ ვინ არის ეს კალი, რომ რატო ასე მკაცრად კი არ ვაკეთებ. უბრალოდ ყველას ერთნაირი აღქმის უნარი არ აქვს, ხო, ვიცით, ხო, ვიღაცა რაღაცას, მე მაგალითად ფსიქოთერაპევტი არა ვარ და არც გავხდები არასოდეს. იმიტომ რომ რაღაცა მივხვდი, რომ სხვა მიმართულებით, ხო. თან ესეც არ მომწონს. ახლა 25 წლის გოგო ბიჭი რომ მეუბნება რომ უკვე ფსიქოთერაპევტი ვარო. ხო, ამაზეც ცოტა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ცოტა პრობლემაა, ხო. მე ჩემთან ვერ ამბობენ, როგორც იმიტომ რომ პირდაპირ მეუბნები რომ მე 50 წელია ფსიქოლოგიას ვსწავლობ და შენ ასე რა ისწავლი, ასე უცებ. ხშირად გინახავთ თქვენც ალბათ, როდესაც 3 თვეში ფსიქოთერაპია, ვიღაცა გაბედავს და დადებს, თქვა პროგრამას. სხვა შეიძლება მაგაზე მეც ხშირად მიფიქრია, ძველ აღთქმაში არის ესეთი გენაზინს ეძახდნენ ესეთ წიგნებს, რომელიც არის წინასწარმეტყველთა წიგნები და 30 წლამდე არ ქონდა არავის უფლება რომ წაეკითხა, იმიტომ რომ ალბათ გაიგებდა მანამდეც, მაგრამ მაინც ეს 30 წელი იყო ის ფიზიოლოგიური, ჰორმონალური ბალანსი, ის მომწიფება, აი დაღვინების სტადია და ადამიანმა თუ არ დაიგროვა ვერ გასცემს და თერაპიაც და ლექტორობაც გაცემაა. შეიძლება ცოდნა კონდეს, რა თქმა უნდა, კომპიუტერული ცოდნა კონდეს, მაგრამ ის რომ გასცეს და ის რომ აი ეს ადამიანური სითბო ან თქოთ იგივე ზოგადად დაგროვილი რაც გაქვს მამისი მოხმარება შეძლო, ამას ცოტა ასაკი ჭირდება. მინიმუმ 30 წელს უნდა გადაცილებული იყოს ადამიანი. სხვა შეიძლება როგორც მოსამართლე 30 წლამდე არ შეიძლება. არა, ევროპაში მე მგონი ასაკი უფრო მომატებულია, ცოტა. არა, კიდევ მომატებული. მე ვამბობ 40 წელს. ხო, მაგრამ 30 გადაცილებული ნამდვილად და იმიტომ რომ ნახეთ რა არის, რაღაც ასაკის ადამიანი არ მივა და არ დაждდება 25 წლის თერაპევტთან რომ დაინახავს, ხო? იმიტომ რომ ნდობა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი,
თორე ცოდნა შეიძლება კონდეს იმას ძალიან კარგი რა თქმა უნდა და არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ეს ცოტა სხვა სპეციფიკაა და სამთვეში ფსიქოთერაპიაც არის პრობლემა, იმიტომ რომ რეალურად ეს საკმაოდ სერიოზული ადგილი უჭირავს კოუჩინგს დღეს და მთელ მსოფლიოში და აქაც აი წარმატების ფსიქოლოგიიდან გამომდინარე მე რომ ვთქვათ როგორ მივახციოთ და უკვე არის აბსურდული 5 მოსვლაში მოგარჩენ და 10 მოსვლაში ალკოჰოლიზმის გაგანთავისუფლება. ცოტა კაი კურიოზული ისინია, მაგრამ ნუ ვიღაცა თავისი მომხმარებელი ყავთ და ვიღაცა აკეთებს. ხო, აი იცით მე სტუდენტს ვეუბნები რომ უნდა იაროს ლექციაზე. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. ნუ აი ხო თვითონ ვერ შეძლებს ასე. ნუ ხარისხიანად. თვით ხარისხიან. კი ბატონო, მარტო უნდა მომისმინოს როგორ ვუხსნი. უბრალოდ ეხლა ჩემთან სიტყვა არ მოვედი და გავაცდინე, იცით, აღარ მუშაობს. რატომ? იმიტომ რომ 25 ნოემბერს მანქანა დამეჯახა, ჩემი ბრალი არ არის, ვიდექი უნივერსიტეტში უნდა გადასულიყო და უკვე ვერ დამინახა. წამაქცია და არ გაქცეულა. საწაგიყვანოთ, რომ გაგიჟდათ, არჩათ, იგლიჯათ მები ამ ბიჭმასა. წამიყვანე ლექციაზე მეოთხედას. უნივერსიტეტში წავედი ლექციაზე. ასე რომ, ნუ ეს კურიოზია, ვიცინე, ნუ მე თავი აფერი მომწყდა. ანუ მანქანა დამეჯახა და ლექციაზე მოვედი. ანუ ვინც იცის ჩემმა სტუდენტმა ხმას ვერ იღებს, რომ რატო არ მოვედი. ამიტომ ვერაფერს ვერ მეუბნება, რომ იცით ქალბატონო და მე არ ვიყავი, ამიტომ ეს აღარ მაინტერესებს. ხა ყველაფერი ავადმყოფობა, შობლის ავადმყოფობა, ყველაფერი მესმის, მაგრამ მეუბნები რომ ძალიან არ შემაწუხოთ თქვენი აი ასეთი ამბებით, იმიტომ რომ მე რა გავაკეთე იცით და ვიცითო და ასე რომ შევთანხმდით ჩვენ ასე რომ შესანიშნავი მაგალითად. ეს შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ჩემი შვილისთვის მაგალითად ეს არ არის სწორიო, რაც გააკეთე, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხა მე ასეთი ვარ. თავი არ მომწყდა არაფერი და გადავრჩი. თავი ეგ არის. ძალიან კარგი, ეს არის სწორედ საქმის სიყვარული, ეს არის სწორედ ერთგულება და რა ვიცი, ხა ამაზე უკეთესი რა შეიძლება მაგალითი რა შეიძლება უკეთესი იყოს იგივე იმ სტუდენტისთვის, რომელიც თქვათ შეიძლება იყოს ლექტორი, რომელიც თვითონ არ დადის და ხა ეგეთებიც არსებობს. ოკეი, როგორ არა, ესეთებიც არიან, გაცდენაც და თქვათ იგივე. კი, იციან ჩემი წინადადება, რომ თუ გაცდა, ესე იგი მოუკვდი. თუ მოვედი, იმიტომ რომ დანარჩენი ნებისმიერ დროს კარი, წვიმა თუ არის რომ რაღაცა ვერა ხო ხდება, რომ ავადმყოფობა არის, არც პატარა ასაკი არა, მაგრამ ამიტომ შესაძლოა გამოიყურებით და მოდით მინდა მესამე წიგნზე კითხოთ ორგანიზაციის მართვის. კი ბატონო, დიახ, მე თვითონ ძალიან მინდოდა გამოცემულიყო. აი ცოტა ისე არ არის. ჯერ ერთი აქვს ცოტა სხვანაირი აქ ალბათად მარინა, შევცვალეთ დამოკიდებულება სახელმძღვანელოს გამოცემისადმი, რატომ ეს მირჩია მთავარმა რედაქტორმა რუსულად ისა ინგლისურად გავუკეთეთ შესავალი პირველი თავი შინაარსი და ცოტათი განსხვავებულია არ არის თლათ აი ეს ორგანიზაციისა და მართვის ასპექტი უფრო მეტი ფსიქოლოგია შეიძლება მასში ვიწყებ ფსიქოლოგიის პროფესიის ეთიკური პრინციპებით აი ამით ვიწყებ და თავდება ბოლოში არის პროფესიის ფსიქოლოგიური ასპექტები და აქ არის ფსიქოლოგ კონსულტანტის პროფესიის შესახებ მოკლე ინფორმაცია და არის ასევე 17 მეთოდიკა, პრაქტიკული ნაწილი. აი თითოეულ სახელმძღვანელოს აქვს თავისი ასევე თემებშიც და საბოლოოდ ცალკეც გამომაქვს ხოლმე პრაქტიკული ნაწილი, 17 მეთოდიკა. მაგალითად, აი პროფილი, ყველა აპრობირებულია, ადაპტირებული, მორგებული ჩვენ ქართულ კულტურაზე, იმიტომ რომ ეს პროფილი არის რომელიც არ ხდება, არ კეთდება, ჩემი მაგისტრანტის მიერ აპრობირებულია, ну, რა თქმა უნდა, მეთოდიკა მე მივეცი, ერთად ვიმუშავეთ, ჩაატარა, აი რა არის
პროფილი, რისკენ აქვს სკოლის მოსწავლეს მიდრეკილება, როგორი ეს ადგენს, რომ 10 პროფესია, მაგალითად, სამედიცინო, ცხოველთა მოვლა, იურიდიული ცოტათი რთულია, გაინტერესებს მაგალითად მებაღეობა და აბარებ იურიდიულზე ჩვენთან ძალიან ხშირად არის რაც მოდაშია ხო ძალიან ხშირად არის ასეთი აი მე მინდა რომ აი სკოლის ფსიქოლოგებსაც რა ვიცი რატომ ხელმისაწვდომი იყოს და დაინტერესდნენ და ასეთი კვლევები ტარდებოდეს იმიტომ სულ კვლევებზეა ლაპარაკი ახლა მთელ მსოფლიოში და ჩვენს უნივერსიტეტებში კვლევების გარეშე ვთქვათ სკოლის ფსიქოლოგმა თავისი სახსრებით მას ევალება რომ ვთქვათ დამამთავრებელ კლასში ჩაატაროს ასეთი კვლევა და აღმოჩნდა რომ მაინც ვთქვათ იურიდიული პროფესიისკენ აქვს მიდრეკილება და აბარებს სამედიცინოზე ვთქვათ ხო ამიტომ რომ მან რეკომენდაცია მისცეს ურჩიოს თავისუფალი არჩევანი ყველაფერში თავისუფალი არჩევანია დასვენებაშიც კი ხო სად დაისვენებ აი პიროვნების ფსიქოლოგიაში მინდა ერთი თავი შევიტანო ეს პიროვნება და დასვენება ნუ ამაზე მთელი ისეთი აიზენკი ჰანს აიზენკს აქვს სანამ გარდაიცვლებოდა ჩატარებულა ექსტრავერტები ინტროვერტები სად ისვენებენ რა სტილს ირჩევენ როგორ ძალიან საინტერესო და კიდაც პიროვნება და მაგალითად სიმსივნე ნუ ეხა კიბო პირდაპირ ვამბობთ ხო კიბო აი აიზენკი ატარებდა ამას ნუ ჩვენთან როგორც წესი არ ხდება ეს კვლევები არ არის კი არა ონკოპაციენტები ეხლა დაიწყო გადამისამართება და მე ძალიან მოხარული ვარ ფსიქოლოგებთან ონკოპაციენტების აი ზუსტად აიზენკი 92 წელს ატარებდა ამ კვლევებს რომ აი როგორი და ვის უფრო მეტად ექსტრავერტს ინტროვერტს ნუ ძირითადად თავისი მეთოდიკით ატარებდა რა ის სამფაქტორ ექსტრავერსია ინტროვერსია ნეიროტიზმი ფსიქოტიზმი ბოლოს აქვს აიზენკის მეთოდი ხო და საინტერესოა ხოთაშორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არის აი ფსიქოსომატიკაში ცნობილია, რომ გარკვეული ტიპის ადამიანები ხდებიან ქირურგები, პოლიციელები, პროკურორები, ის ფსიქოტიპი, ცხოვრების წესიც, აზროვნების წესიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელებია პროფესიის არჩევაში და დაავადებებიც ვთქვათ, პროფესიული დაავადებებიც არსებობს, რომელიც ემართებათ იგივე ან მასწავლებელს, ან ვთქვათ, პროკურორს, ან ქირურგს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მე ჩემ სტუდენტებს სულ ვეუბნები იმას, რომ ეს არის გზამკვლევი და ეს არის აი რაღაცა, ვთქვათ, არა ის რომ დასტური და ეს აუცილებლად ყველა ადამიანი შეიყვანო ამ სათაურის ქვეშ. არამედ ეს არის ზოგადი და კონკრეტული არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი სათითაო შემთხვევის кейსს რო ეძახიან დღეს ცალკე განხილვა, იმიტომ რომ ორი ფოთოლი არ გავს ერთმანეთს ამ სამყაროში და რა თქმა უნდა ორი ადამიანიც ესე ვერ გავს, მაგრამ არის უამრავი ზოგადი კანონზომიერებები, რომლებიც იძლევა იმის საშუალებას დაჯგუფებების, თქვათ, რაღაცა გარკვეული ტიპის, სწორედ აი ამ კვლევებში. აი აიზენკი ბოლოს სიკვდილამდე მაინც აკაი ამასაც შეეხო სიგარეტის წევა, პიროვნება და სიგარეტი, აი ვინ უფრო მეტად მოზარდებს იქაც ხა იქიდან დაიწყო ხო, მაინც უცხოეთიდან შემოვიდა პრობლემა სიგარეტთან და მათ დაიწყეს რომ სიგარეტის წევა პრობლემურია და ჯობს რომ მოზარდი არ ეწეოდეს. აი როგორც პიროვნება და კრიმინალური ქცევა, ვინ აი ინდოეთში ჩაატარეს, ნუ ისეთი დიდი 3000-მა კრიმინალმა მიიღო მონაწილეობა. იქ ყველგან აი მარტო ქურდობაზე არა, აი უფრო ისეთი ანტისოციალური ხო აი გაუპატიურებაზე ვინც იყვნენ და აი როგორი ვის აქვს მიდრეკილება. ღმერთმა ქნას ღმერთო ჩვენთან არ არის ნუ ხა ესეთი ალბათ იმიტომ სადაც ცოტანი ვართ და ამიტომ
არ გვინდა ხო ბევრი არც არის ისეთი დანაშაულებები მაგრამ ბევრი ნამდვილად არ არის მაგრამ მაინც მაგრამ რაღაცა მაინც შიგადაშიგ ხო აი აქ კიდევ სახელმწიფოში აი იაპონური მენეჯმენტი შრომითი განწყობა მოტივაცია კარიერის დაგეგმა ცოტა ესეთი ჯგუფი ლიდერობა ქცევითი ბარიერები მათი დაძლევა ორგანიზაციაში რაღაცა განსხვავებულია უფრო მეტი ფსიქოლოგია ვიდრე მხოლოდ ორგანიზაცია და მართვა. თუმცა ორგანიზაციის რა არის ორგანიზაცია ფსიქოლოგიური კუთხით განხილული მაქვს. ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე წლები ამაზე და ბოლოს გადავწყვიტე რომ მოდი გამოვიდეს ნუ გამომცემელმაც ისე ლამაზად გააკეთა ლამაზი ფორმა და ნახოთ როგორ მიიღებს მკითხველი ჯერ არ ვიცით მეორე სემესტრში იწყება მე შევდივარ ამ სახელმწიფოში მაგრამ მანამდე PDF-ი რა თქმა უნდა მქონდა და სულ ვეუბნები რომ თვითეულმა მითხარით რა ვერ გაიგეთ რა არის რა მიგაჩნიათ არასწორად ვისაუბროთ ვიკამათო ძალიან მიყვარს რომ შეკითხვას მისვამენ ბატონ რევას ქონდა ესეთი შეკითხვას თუ არ დაусმევდი გაბრაზდებოდა და უშეკითხო ჯგუფი ისეთი ნაწყვენი ისე იტყოდა ხოლმე ასე რომ მეც მიხარია რომ შეკითხვას მისმავენ ნუ რა თქმა უნდა გაიგო გაიგო და მეც ვიზრდები მათთან ერთად ასე მგონია რომ სტუდენტთან ერთად რომ იმას აინტერესებს რაღაცა აკითხე ვეუბნები რომ ამისთვის შეკითხვა არ ვიცი ხო ყველაფერი ხო არ ვიცი რაღაცას მეც მოვიძიებ შენს მოიძიე თუ რამე გაინტერესებთ ამიტომ აი ეს პრეზენტაციები მაინტერესებს და ძალიან ვბრაზობ რომ ერთ-ერთ საგანში ჩავდე რომ ვისაც პრეზენტაცია არ ექნება გამოცდაზე არ დაუშვებ ეს ჩავდე სილაბუსში სპეციალურად მაგალითად არის ფსიქოლოგიური ტესტირება და შეფასება ამის საბოლოო პროდუქტი არის უნდა წარმომიდგინო კვლევითი ნაშრომი. ბევრი არ გჭირდება, ვთქვათ 50 წლის პირზე, 30-ზე, ვთქვათ 40-იც შეიძლება, ოღონდ შენი აზრი, ჩატარება, აღწერა კვლევის და შედეგების ანალიზი. ანუ ვისაც არ ექნება, სხვათა შორის რო ვუთხარი, არა, ერთი მაინც დარჩა ისე, რომ არ ჩამიტარა, მაგრამ დანარჩენმა ყველამ გააკეთა, ასე რომ რაღაცას თან მიჯერებენ. თან დამიჯერებენ, თან არ მიჯერებენ ახლა. შეიძლება მშობლებს არ უჯერებენ და ახლა მარტო. ხო, მაგრამ მეცით რა არის პროფესია არის უკვე მისი არჩევანია. ეს ხო არ არის იცუ ვინმე ხო არა იძლევს. პირდაპირვეუნები ხალბატონო მარინა შეიძლება ზოგს წეინს რომ თუ ფსიქოლოგობა გინდა, უნდა დამიჯერო. ახლა მე ისეც არაფერს არ ვამბობ, მე ხო არ გთხოვ რაღაც მე გამიკეთე, შენ თავს გაუკეთე, შენი მუშავე, ისწავლე მეტი. იქნაც ის ფსიქოთერაპია, ყველას ხო ფსიქოთერაპევტობა უნდა. რომ აი ხშირად ვეუბნები რომ მოგივა ის კლიენტი. თეორიული ცოდნაც უნდა გქონდეს, გასაგებია ისწავლე, პრაქტიკულად რაღაცა ხერხები არის ალბათ და ისწავლე ის სამ თვეში რაღაც ხერხები. თეორიული ცოდნა ხო უნდა გქონდეს რაღაც საკითხთან შედარებით. თქვა დეპრესიაზე გელაპარაკება, ხო? ჩვენ აი ამ შესავალში მე დეპრესიის ვიხილავ. დეპრესია აქ მეთოდიკაც არის და რა არის დეპრესია? ხო, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ცოდნა ემპირიული კიდე გამოცდილება და კიდე ცხოვრებისეული გამოცდილებაც და მე ვთქვათ უნდა როდისღაც უნდა დაიწყო გამოცდილება. არა, დაიწყო აუცილებლად და შეიძლება ახალგაზრდამ დაიწყოს სხვათა შორის. ძალიან კარგია ხოლმე ბაღში, საბავშვო ბაღებში ბავშვებთან ურთიერთობით რომ იწყებენ და მათთან ერთად იზრდებიან, ეს არის ძალიან კარგი. და აქედან გამომდინარე მე ხშირად მithქვამს იგივე 27, 26, 28 წლის მაგისტრატურას რომ ამთავრებენ, ზირთად უკვე მუშაობენ ეგ. რა ვთქვათ, ესე დაიწყე რაღაცა. განემიტომ რომ ბავშვის ფსიქოლოგია ადვილია. არა, მაგრამ ურთიერთობა.
იქ იქნება ბავშვთანაც და მშობელთანაც და თქვათ იგივე თანამშრომელთანაც. იქ ეს ხო რაღაცნაირი სოციალური ასე ვთქვათ სამკუთხედია, მე მიყვარს ეს გეომეტრიული ფიგურები, რომ ხო დიახ ურთიერთობა საკუთარ თავთან, ადამიანთან, საზოგადოებასთან. ეს არის ინტერპერსონალური ველიც თუ ვერ შეძლო ადამიანმა რომ გაასწოროს, მაშინ რაზე თერაპიაზე კი არა, საერთოდ კონტაქტი ვერ შედგება. და იქ არ არის საჭირო ფსიქოთერაპევტობა, მოვიდა ვიღაც გეკითხება ხარ სკოლის ფსიქოლოგი, სკოლაში მუშაობა, მე მიმუშავია, სხვათაშორის ბაღშიც მიმუშავია, უპატრონო ბავშვებთან თავშესაფარში მიმუშავია, სკოლაშიც. სკოლაში ძირითადად სად არის? სამი მიმართულებით, ხო? მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, ხო? ძალიან რთული, აი ეს 92 წლები იყო, ძალიან რთული პერიოდი იყო, დაძაბული ურთიერთობები იყო, აი რაღაცა იცვლებოდა დამოკიდებულებებში, ჩვენს ქვეყანაში, სოციუმში იცვლებოდა რაღაცეები და ეს პედაგოგებს, მშობლებს, მოსწავლეებს შორის რაღაცა რთული სიტუაცია. მე მგონი თავდაღირაც დადგა რა თუ იცვლებოდა, ურთულესი პერიოდი იყო, კრიზისი იყო და მადლობა ღმერთს, რომ ეს კრიზისიდან გამოვედით და კრიზისი მაინც არის შესაძლებლობა იმის, რომ უკეთესი გახდე და უფრო მეტად გავითარდე. და ჩვენს მე რო სწავლობდი არ მქონდა მაგის შანსი რა ბაღში და სკოლაში ვინ იშვებდა დამთავრებული უნდა ქონოდა. თან არც იყვნენ ფსიქოლოგები ჩართული. ახლა მეოთხე, მესამე კურსელს აქვს უფლება ბაღში ფსიქოლოგის თანაშემწედ იმუშაოს. თანაშემწედ რაღაცა ვთქვა დაახატინოს აი და ამიტომ იცით ეს გამოცდილებას იღებს და უნდა თუ არა ეს ძალიან კარგია. მოსწონს თუ არ მოსწონს აი მუშაობა. ამას მიახვედრებს. ნამდვილად და თქვა და იგივე თქვენი ეს შესანიშნავია, რომ დღეს ძალიან ბევრი საუბრობს ამ პროფესიის არჩევაზე. და ადამიანი, ჩვენ ხო გავლენის ფსიქოლოგია ცალკე მიმართულებაა და გავლენის ქვეშ ვართ ხშირად, სწორედ იმ რეკლამების, იმ აგრესიული მარკეტინგის, რომელიც არის და ხშირ შემთხვევაში ყიდულობ იმ პროდუქტს, რომელიც არ გჭირდება, მაგრამ მე ხვდები, რომ შეგისრულეს და გაყიდინეს. ეს ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება მოხდეს და მით უმეტეს დაუცველია ახალ სკოლის მოსწავლე და ახალგაზრდა. ხო, არ იცის სად ჩააბაროს და აბარებს. და რა მიმართულებით წავიდეს. და აი თქვენ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით? აი რას აპირებთ ახლა თქვენ თავში თქვით, რომ კიდევ რაღაც სახელმწიფოებს ამზადებ. ეხლა სოციალური 22-ში თუ 21-ში იყო გამოსული, პირველი იყო სხვათა შორის ის, რომ დავბეჭდე და ძალიან მოეწონათ და დამატებულია, შევსებული ვერსია, გამოვა 26 წელს, უკვე მზად არის, უბრალოდ უნდა დაკაბადონება და რამდენიმე რედაქტორმა გადახედოს. მე მინდა პიროვნების ფსიქოლოგია გავაკეთო და კიდევ სურვილი მაქვს თუ მოხერხდება, აი ფსიქოლოგიური ტესტირება და შეფასება, ფსიქოდიაგნოსტიკას არ ვუწოდებ, ეს უფრო ისეთი ნათქვამია და მე ყოველთვის რაღაცა უკან დასახელ გზას ვიტოვებ ხოლმე. ფსიქოლოგიური ტესტირება, ანუ დიაგნოზის დასმა ტესტით, ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა. ტესტით რა, თქვათ აი ტესტების კრებული, აპრობირებული, გაქართულებული, კარგი ქართულით, დარედაქტირებული, გასაგები ენით შეკრებილი მაქვს და მე იცით ჩემი და შენი სტუდენტი ჩემთვის არ არსებობს. ვინც მოვა, თქვათ, კვლევით ნაშრომზე სხვასთან არის, მაგრამ რაღაცა დავეხმარები, ტესტსაც გადავუგზავნი, ავუხსნი, არა. ამიტომ ყველას ვეუბნები, ჩემთან შეიძლება მოხვდეთ 5-ნი, მაგრამ დანარჩენს თუ რამე დაგჭირდეთ, აუცილებლად მომაკითხეთ. მე ამით ვემშვიდობებით ხოლმე ერთმანეთს. არ არსებობს ჩემი შენი, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ანდრია პირველწოდებულში, ასე რომ მაგისტრებთან არ მუშაობთ? კი, მაგისტრებთან უბრალოდ ღამე ვეღარ დავდივარ, რაღაცა
ზოგჯერ მაქვს მაგისტრებთანაც და ვცდილობ რომ უფრო საღამოობით ხავე. მაგრამ მაგისტრებთან სამაგისტრო ნაშრომები, აი შაშან 2 მყავდა, 2-3, ერთი ჩვენ გვევალება კიდეც უნივერსიტეტში, თუ აგირჩევს, რა თქმა უნდა, ხა 2-ზე ყოფილა რომ 7 მყოლია და გამიკეთებია, მაგრამ ეხლა მივხვდი რომ 2-3 შემიძლია. ძალიან საინტერესო თვითონ თქვენთვის არის. ძალიან მაინტერესებს. აი მაგალითად მეორე ეს იყო აი ეს პროფილზე რაც ჩაატარა სხვათა შორის შედარდა საქართველოს რაიონი და სკოლა ქართული, აი ამ პროფესიი, ვინ უფრო იცის თავის პროფესიაზე. აღმოჩნდა, რომ რაიონში უფრო მეტად გათვითცნობიერებულები არიან და რომ სადაც აბარებენ პროფესიები და აი პერფექციონიზმი, მაგალითად, ჩემმა ერთმა მაგისტრმა გააკეთა, პერფექციონიზმის ტესტი ავიღეთ, ინგლისურიდან აპრობირება გავაკეთეთ, თარგმნეთ. ამას თავის წესები აქვს ფსიქომეტრია, ზუსტად წესების დაცვით და აი პიროვნული ტიპი და პერფექციონიზმი, აი ეს. ჩემთვისაც ახალია ტერმინი პროკრასტინაცია, პერფექციონიზმი, რაღაც რამდენიმე წელია რაც გავიგე, არ იყო ახლა მე ეს და ასე რომ ეს ძალიან მომწონს ეს ტერმინები და ის ზუსტად ისევე როგორც იმდენი რამის ფობია არსებობს უკვე რომ ამ ტერმინებში შეიძლება აი თვეში ტრისკაიდეკაფობია, მე ვიცი რომ აიტყვია ხოლმე ფობიებს, ხო რამდენი არახნოფობია და ყველა ხო არ ვიცით არა, ვიღაცა იცის, ვიღაცას აინტერესებს და სწორედ ამას ვამბობ, თუ ეს არ გაინტერესებს, მაშინ დაანებეთ. ნამდვილად გეთახმები. წვალობთ, არ ვიცი ხა, არ მგონია ცუცვეუბნებოდე. არ არის საჭირო 4 წელი იწვალო, თუ ვერ იგებს სათხარ. შეიძლება ისწავლო, თქვენს გონიათ კურსელი და მეც ყოლია კურსელი, დაამთავრა, მაგრამ არ უმუშავია არც ერთი წუთი ფსიქოლოგად, ხო? ამიტომ ეხლა სხვა დროა. ეხლა არის ძალიან კონკურენციული დრო, ეხლა არ გაპატიებს არავინ უცოდინრობას, უსწავლელობას, თუ გინდა ფსიქოლოგობა, ცოტა მეტი, სხვაზე მეტი უნდა ისწავლო. და თან ძალიან არის დრო აჩქარებული და იმდენად გაგექცევა ეს დრო გაგექცევა. და ინფორმაციული ისეთი შკვალია და იმდენი მიმართულებიდან მოდის ინფორმაცია, რომ ნამდვილად გაფილტრო ამას სჭირდება და რაღაც დროც სჭირდება, უნდა გამოუყოს ადამიანმა თავის თავს დრო როგორც შრომას, ისე დასვენებას, ისე სწავლას აუცილებლად, იმიტომ რომ ამ დასვენებაშიც ისეთი ტიპებია გამოყოფილი. საოცრებაა რაც ჩვენ არ ვიცით. ვინ როგორ ისვენებს, როგორ. პრინციპში ეს თავისუფალი არჩევანია დასვენება. თავისუფალი არჩევანია პროფესიის არჩევაც და ახლა ძალადობით არ ყოფილა ხო საქართველოში ძალადობით, თქვა დედა ექიმი, მამა ექიმი, ბაბუ ექიმი, ბები ექიმი და აუცილებლად მეც ექიმი უნდა გამოვიდე. შეიცვალა ეს დამოკიდებულება, ხო. კი, დედა ექიმი, მამა ექიმი, ბაბუა, ბები ექიმი, დეიდები ექიმი, მაგრამ მე მსახიობი ვარ. ხო, შეიცვალა რაღაცეები და ძალიან კარგი, მივესალმები მე. ჩვენი ფსიქიკური შესაძლებლობები ჩვენ უნდა გავთვალოთ, ალბათ. და რაც შეგვიძლია. მეც ხო არ ვიცოდი, რომ თუ ფსიქოლოგია ასე გამიტაცებდა და ყოველგვარი იმის გარეშე სიით მეორე აღმოჩნდი პიონერთა სასახლეში ფსიქოლოგიის კაბინეტში და მე წავიდა და რა ვიცი. და სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება და ამოიწურა და სიამოვნებით გისმენთ და რაღაცა გესიყვარულებით თქვენს სიყვარულს. მე მშურს თქვენი სიმშვიდე, იცით რა. იქნებ გადამდოთ ცოტა. და მე აი რაღაცა ისე იმით ემოციებით ლაპარაკობ. მე შესანიშნავია ეს ემოციები. სტუდენტები ამას სხვათა შორის ჩვენ გვიყვარსო, რომ აი ემოციებით ლაპარაკობ. იმიტომ რომ ეს სიყვარული გამოდის ყველა თქვენი სიტყვიდან, თქვენი ყოველი უჯრედი ასხივებს ამ სიყვარულს და თქვენი ადამიანის სიყვარულსაც, საქმის სიყვარულსაც და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში, თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ალბათ
ეხლა ახლა გისმენდით და ვფიქრობდი რა ბედნიერება ასეთი ლექტორი რო ყავს. ზოგადად რა ბედნიერებაა კარგი პედაგოგი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ხშირად პედაგოგი როგორც გაყვარებს, ისე გაძულებს საკანს და ხო, აი მეც ერთი მახსოვს სკოლიდან, ერთი ქალბატონი, რომელიც დღემდე ალბათ ცოცხალი არ არის, მაგრამ დღემდე მიყვარს და ის ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი მან ის მიყვარდა, იმიტომ რომ სხვანაირად გველაპარაკებოდა, როგორც სტოლს. სხვათა შორის ჰარტში თქვენც ნამყოფი ხართ, იქ მაქვს ჩემი ფსიქოკონსულტირების პროგრამა, მე გავაკეთე პროგრამა, უბრალოდ ფსიქოკონსულტ, აი რაღაც თეორიულ ნაწილს მე ვასწავლი, არის პრაქტიკოსები და კარგი პროგრამა გვაქვს. აი რაც მიყვარს ამ პროგრამის გაკეთება და სახელმძღვანელოები და ძალიან კარგი ეს არის და სტუდენტებთან ურთიერთობა. ზურგში დიდი შრომა, რომელიც ძალიან ეხმარება ადამიანებს, ვინც რაღაცა ვიტრინაში არიან, ასე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს შრომა, ვინც წერს, ვინც კითხულობს, ვინც ასწავლის. ვიღაცა იწუნებს, ვიღაცა არ მოსწონს, მაგრამ როგორც წესი, ამიტომ მე ვამბობ, მე მითხარით პირდაპირ არ მოგწონს. მე ხო არ მწყინს, მითხარით რა შევცვალო, რანაირად გავასწორო, რა ვიცი, უფრო მეტად მეუნებიან მოგწონსო და ნახოთ რა. მე მგონი თან სტუდენტს პირველ მეორე კურსს ვასწავლი უფრო მეტად, ძირითად ხო? აი ეს საგნები ისწავლება პირველ კურსზე, მეორე კურსზე და პირველ კურსზე ასევე სოციალური, ხო? ჩადებულია პირდაპირ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში, რომ პირველ კურსელს უნდა მოუტანო სახელმძღვანელო იმ მშობლიურ ენაზე. უნდა მეოთხე კურსელმა ინგლისურად ალბათ უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ სწავლობს სხვა ენებზე წაიკითხოს, ბიორი დონე თუ რაღაც ასწავლიან ხო უნივერსიტეტში 2 წელი ინგლისური აქვთ კიდევ დამატებით. ამიტომ იქ საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი ხო პირდაპირ უცხოურ ლიტერატურას გულისხმობს, მაგრამ პირველ კურსელს თავი არ უნდა შეაძულო, პირიქით უნდა გაუმარტივო ცხოვრება და ქართულ ენაზე შეაყვარო ეს პროფესია. პროფესია და ეს სივრცე. უღრმესი მადლობა ნონა. მოგზაურობისთვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. მე იმეც ვიტყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება კვლავაც. კიდე მობრძანდებით ჩვენთან, თქვენ ახალ რაღაცა ერთი თითოეულზე დაგელაპარაკებოდით სიამოვნებით და მით უმეტეს, თქვათ, იმ სიახლეებზე, რაც გექნებათ. მე კი შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემა დასრულდა. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი ქალბატონი ნონა ახალაშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ.